მოგესალმებით ახალგაზრდობა ევროპისთვის მორიგ ეპიზოდში. ჩემი სახელია ზვია ცეცხლაძე და დღეს ჩვენი ინტერვიუს სტუმარია ბატონი გია ჯაფარიძე. გამარჯობა ბატონო გია. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო გია, დღეს ჩვენ გვინდა რომ განვიხილოთ ზოგადად დემოკრატია, მრავალპარტიული დემოკრატია და რა თქმა უნდა უფრო სიღრმისეულად ჩვენ ქვეყანას შევეხოთ. ამიტომ პირველივე შეკითხვით დავიწყებ. როგორც იცით და როგორც ჩვენ მაყურებელმა იცის, მსოფლიოში დასავლეთში ვხედავთ სხვადასხვანაირ სახელმწიფო სტრუქტურებს დაპირისპირებას, ეს არის ორპარტიული სახელმწიფოები, მაგალითად ამერიკა და მრავალპარტიული დემოკრატიები, როგორც არის ევროპა და ბრიტანეთი. აი ამ ფონზე თქვენი აზრით საქართველო მიეკუთვნება თუ არა და რომელ სისტემას მიეკუთვნება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩვენი შემთხვევა ცოტა უფრო რთულია, თუ ავიღებ თქვათ პარტიულ სისტემებს, ხო? ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ალბათ ორი დომინანტი პარტია, მრავალპარტიული სისტემა, მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური კულტურა, არჩევნები იქით რო არის მარტო მაჟორიტარული, პრინციპით რომ გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი. საპრეზიდენტო არჩევნები კიდე განსხვავებულია, გამორჩეველთა კოლეგიის არჩევა ხდება. და ამანაც ნაწილობრივ განაპირობა ის, რომ ორი დომინანტი პარტია. პარტია ბევრია, მაგრამ ორი დომინირებს, ანუ ხელისუფლებაში ერთმანეთს ენაცვლებიან რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატები და ორივე პალატაში კონგრესში წარმოდგენილი არიან 99% და ალბათ კიდე უფრო მეტი დემოკრატების და რესპუბლიკელების კანდიდატები. ახლა ერთპარტიული სისტემებიც არის, სადაც ფორმალურად შეიძლება მრავალპარტიულობა დაშვებულია, მაგრამ სინამდვილეში ერთპარტიული დიქტატურა, ჩინეთი მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა, საბჭოთა კავშირი იყო ასეთი. არის კიდე სისტემა, სადაც ერთი პარტია დომინირებს. ანუ მრავალპარტიული სისტემაა, მაგრამ ერთი პარტია იგებს ხოლმე რა დემოკრატიულად. კი, დემოკრატიულად. იაპონია არის ამის მაგალითი, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია იგებს ძირითადად არჩევნებს. ორი შემთხვევა იყო, როცა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა ლიბერალ-დემოკრატების დამარცხება და ეს პრემიერ-მინისტრების ხშირი ცვლა, ხლახანს ერთი კვირის წინ გამოცვალეს და პირველად აირჩიეს ქალი პრემიერ-მინისტრი. დაკავშირებული არის თავად ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში ხელმძღვანელობის ცვლილებასთან. იქ არის კიდე თქვათ შიდა პარტიული, ასე ვთქვათ, მომენტები, ფრაქციებს შორის როგორ არის ბალანსი და ეს იწვევს ხოლმე პარტიის ხელმძღვანელის ცვლილებას და პარტიის ხელმძღვანელი ავტომატურად ხდება მერე პრემიერ-მინისტრი. ანუ სისტემა კი არის მრავალპარტიული, მაგრამ დომინაცია აქვს სულ ერთ პარტიას, ეს უკავშირდება იაპონიის ეკონომიკურ სასწაულს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიამ ჩაატარა. ხალხი ენდობა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკოსებს, თაობებს პრინციპში. შემთხვევები გვაქვს, რომ სამი თაობა უკვე პოლიტიკოსი. მექსიკას ჰქონდა ასევე ერთი დომინანტი პარტია, ვიდრე ვინსენტ ფოქსმა არ მოიგო არჩევნები. მაგრამ იქ ცოტა სხვა სისტემა იყო, იქ მექსიკაში განსხვავებით თქვათ იაპონიისგან, იქ ნაკლები დემოკრატია იყო, ასე ვთქვათ. და არის უფრო კონტინენტური ევროპის თემა, სადაც აი გვაქვს მრავალპარტიული სისტემები, გულისხმობთ ისევ იმას, რომ ბევრი პარტია არის ერთდროულად ხელისუფლებაში, კოალიციური მთავრობებია და ისინი ენაცვლებიან, ვთქვათ, ერთმანეთს. კოალიციები ენაცვლებიან ძირითადად ერთმანეთს. კი, კოალიციების ცვლილება ხდება. ანუ თუ ვთქვათ, ახლა ჰოლანდიაში არჩევნებია, თუ ვთქვათ, მანამდე უმცირესობის მთავრობა იყო, ან თუ ვთქვათ, არის ტექნოკრატიული მთავრობა, ან კიდევ ვთქვათ, სხვა კოალიცია, ვთქვათ, სხვა სამი პარტიისგან. ახლა შეიძლება შეიქმნას 4 პარტიული კოალიცია, რომელშიც შეიძლება იყოს წინა მთავრობის კოალიციიდან 2 პარტია, ან 1 პარტია და დაემატოს თქვათ ახალი თქვათ სხვა 2. ანუ ეგ არის ესეთი პრაქტიკა ძალიან წარმატებული, ეფექტურად მუშაობს. კი, ხშირია ვთქვათ იქ სამთავრობო კრიზისები, ხშირია ვადამდელი არჩევნები, მაგრამ
ეგ იმას არ ნიშნავს, რომ დემოკრატია არ მუშაობს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნები არ მუშაობენ. პირიქით, როცა ესეთი ტექნოკრატიული მთავრობა და ან თქვათ უფრო სუსტია მთავრობა, სახელმწიფო ნაკლებად ერევა ადამიანების საქმიანობაში და ისე ხდება, რომ მაშინ ყველაზე კარგ ეკონომიკურ შედეგს აჩვენებენ ხოლმე ეს ქვეყნები. ნუ ამის ეს ბელგიას ქონდა ასეთი მაგალითი და ბევრი ქონია, იტალიაში ქონია, ჰოლანდიაში ქონია, ანუ მრავალი პარტია შეიძლება ერთდროულად იყოს ხელისუფლებაში და სხვა მრავალი პარტიისგან შემდგარი კოალიცია ანაცვლებდეს ძველ კოალიციას. მეგონი ეს არის სულ რაღაცა მოდელები, რაც თქვათ ჩვენ შეიძლება სახელმწიფოებში შევამჩნიოთ და განვიხილოთ ეხლა საქართველოს რომელში ჯდება ცოტა რთული სათქმელია, იმიტომ რომ პირველი მრავალპარტიული არჩევნები მოიგო ბლოკ ბრალი მაგი და თავისუფალი საქართველოს. ამ ბლოკის პარტიები აღარ არსებობს და თვითონ ეს ბლოკი აღარ არსებობს. ანუ როცა ხელისუფლება დაკარგა და როცა ლიდერი აღარ არის პოლიტიკაში, ნუ ზვიად გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში არის გარდაცვლილი, ეს გაქრა ეს ბლოკიც. შემდეგ იყო მოქალაქეთა კავშირი, შევარდნაძე როგორც კი გადადგა, მოქალაქეთა კავშირის გაქრა და აღარც არასდროს ესე იგი დაბრუნებულა ხელისუფლებაში. შემდეგი მაგალითი არის საინტერესო ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ერთადერთი შემთხვევა, როცა ერთი მშვიდობიანად გადააბარა ძალაუფლება და ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ არ გამქრალა. თუმცა ახლა ემუქრებიან, რომ აგრძალავთო, ხო? სემუელ ჰანტინგტონი, რომელიც ძალიან დიდი მეცნიერია, პოლიტიკის დიდი მკვლევარია პოლიტოლოგიაში, ასე ვთქვათ, ამბობს, რომ აი ქვეყნების დემოკრატიის კონსოლიდაცია მთავრდება მაშინ, როცა პარტია მართავდა, წააგო და შემდეგ მოახერხა რაღაც ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო. რაღაც ფორმით გულისხმობ, ან მარტო დაბრუნდა, ან თქვათ კოალიციური მთავრობის სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ აი ქვეყანაში დემოკრატიამ გაიმარჯვა და დემოკრატია კონსოლიდირებული, ანუ აღარ არის საშიშროება იმის, რომ ეს ქვეყანა უკან დაბრუნდეს თქვათ ავტორიტარიზმში. ახლა ჩვენთან იყო ამის შანსი, მაგრამ ნუ ხა თუ ნაციონალური მოძრაობა აკრძალეს, ნუ მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ნაბიჯი წინ კი არ გადავდგით ნაბიჯი უკან. მე არ ვიცი ახლა ქართულ ოცნებას თქვათ რა დაემართება, თუ ივანიშვილი არ იქნება პოლიტიკაში, ხო? ანუ ჩვენ არსებულ მოდელებს თუ ავიღებთ, ხო? ანუ ერთ-ერთი ვერ გამოდგება ჩვენთვის მაგალითად, ჩვენ ალბათ ვერ გეტყვით, ალბათ უფრო არ არის ჯერ ეს შემდგარი დემოკრატია და აი ამჟამინდელი ტენდენცია არის, რომ ჩვენ მივდივართ ერთპარტიული დიქტატურისკენ, ანუ უფრო მივდივართ ერთპარტიული სისტემისკენ. გქონდა შანსი, რომ თქვათ დაგვენახა, რომ თქვათ ერთი დომინანტი პარტიის მომენტია 2012-ის მერე აი გადავდივართ რაღაც უფრო მრავალპარტიულ მოდელზე, მაგრამ ნუ აი დღევანდელი ვითარება ასეთია, ინიცირებულია ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც არა მხოლოდ პარტიები იგრძალება, არამედ ამ პარტიასთან რამენაირად დაკავშირებული ადამიანებსაც კი ეკრძალებათ საერთოდ პოლიტიკაში ყოფნა. ჩვენთან 4 ოქტომბერს როგორც მოგეხსენებათ, ჩატარდა არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები და ამ არჩევნებში იმონაწილევა ოპოზიციურმა პარტიებმა, მაგალითად ლელოს და გახარია საქართველოსთვის გაერთიანება რაც იყო და მათი ერთიანი კანდიდატი მონაწილეობდა და გირჩი 36 მონაწილეობდა, ყველაზე გამოჩენილი პარტიები ესენი იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ. თუ ჩვენ როგორც თქვენ თქვით მივიწევთ ერთპარტიული დიქტატურისკენ, მაშინ ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ როგორ ახერხებენ, რომ იმონაწილეონ და ხმები მიიღონ არჩევნებში. ხო, ეს ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ, ხშირად ისინი ქმნიან სატელიტ პოლიტიკურ ჯგუფებს, მაგალითად თუ გადავხედავთ იგივე ჩვენს მეზობელ თურქეთს, მუსტაფა ქემალმა, მერე ისმეტ ინონუმ, ანუ ვინც არიან დამფუძნებლები თანამედროვე თურქული რესპუბლიკის თვითონ დაინიშნეს ოპოზიცია, ან კიდევ ხშირია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ნაციონალურ მოძრაობასთანაც და აი 2024 წლის არჩევნებში რეალურ ოპოზიციად ითვლებოდნენ და ჯერ კიდევ ითვლებიან. ნუ აი გირჩი 36-ს არ უთანამშრომლია არასდროს, არც ლელოს და არც გახარია საქართველოსთვის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არ უთანამშრომლია. თანამშრომლობა ეს გულისხმობ აქციებზე გამოსვლას და არა ეს ხო არ ნიშნავს თან ჩვენ არასდროს ლელო არ
ყოფილა არასდროს ხელისუფლებაში, ხო, ლელო შედარებით თან ახალი პარტია, შედარებით თქვათ ნაციონალურ მოძრაობასთან, იგივე თქვათ ქართულ ოცნებასთან შედარებით ახალი პარტია, ის ხელისუფლებაში არც გვინახავს, ხო, რეალურად არცად არ გვინახავს არასდროს ხელისუფლებაში. შესაბამისად, ის რაც მანამდე თქვი, ცოტა რთულია, რომ გავავრცელოთ ლელოსთან მიმართებაში, ან იგივე გიშთან მიმართებაში. არ გამოდის მაინც და მაინც თქვათ რელევანტური მაგალითები. თქვენ აი ბოიკოტში სულ თავიდან იყო რაღაც მონაწილეობა ამ ოპოზიციურ პარტიების მიერ, მაგრამ ეხლა იყო კიდევ ერთი ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოცხადდა ბოიკოტი კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისგან. რა თქმა უნდა, ის პარტიები, რომლებიც იმონაწილეეს, არ ემხრობოდნენ ამ ბოიკოტს. შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ბოიკოტის შედეგია ის, რომ ქართულმა ოცნებამ მოიგო არჩევნები. მე არ გონია, ნახეთ, მე მგონი ვინც მონაწილეობდა, არ ვიცი, ნაწილი ალბათ სხვა შეთანხმებით მონაწილეობდა, მაგრამ მე არ გონია, რომ სერიოზულად ვინმეს ეფიქრა, რომ მართლაც შესაძლებელი იყო იმ საარჩევნო კანონმდებლობით ყველა იმ მეთოდის კიდევ უფრო მეტად დახვეწილი გამოყენებით, რაც თქვათ ქართულმა ოცნებამ გამოიყენა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლებელი იყო, ხმების ყიდვა და ადამიანების დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საარჩევნო კომისიის სრული კონტროლი, შეტანილი ცვლილებები ახლა საარჩევნო კოდექსში, რომელიც ფაქტობრივად საშუალებას არ გაძლევს, რომ გააკონტროლო, მონიტორინგი გააკეთო საარჩევნო პროცესის. ის მანქანები, რომლითაც მისცემა ხდება, მანქანები დალუქეს და დღემდე არ ვიცი თქვა საპარლამენტო არჩევნებზე რა მოხდა მანქანების საშუალებით. ანუ გაყალბების ის გზები, რომელიც თქვა წინა საპარლამენტო არჩევნებზე იყო გამოყენებული, ის კიდევ უფრო დახვეწილად იქნებოდა, ცხადია, გამოყენებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამიტომ მე არ მჯერა, რომ ეს იმის მიღმაა, თქვა, ბოიკოტი ჯობდა თუ არ ჯობდა ბოიკოტი, ხო? უბრალოდ იმის საშუალება, რომ ისეთ თუ ჩვენ არ ვლაპარაკობთ ამას, ხო? პოლიტოლოგების შეფასებით მარტო რუსეთს და ჩინეთს აქვს განსხვავებული აზრი, ხო? დანარჩენი დემოკრატიები ამბობენ, რომ საქართველოში არის ავტორიტარული რეჟიმი, რომ საქართველოში შეგვიძლია გავხსნათ და რამდენიმე ქვეყანა დასავლეთში არის ჯერ კიდევ. არის უნგრეთია ერთადერთი, რომელიც ასე ვთქვათ, აგრძელებს თანამშრომლობას. თუმცა უნგრეთი იყო მაგალითად ღაზა სამიძე გუშინ, მიუხედავად ყველაფრისა. უნგრეთის პოზიცია სხვა რამეებით არის განპირობებული, შეგვიძლია უნგრეთზეც ვისაუბროთ. თავად უნგრეთი არ არის ევროპის კავშირში დემოკრატიის საუკეთესო მაგალითი. მაგრამ ხა როცა ევროპის კავშირი აკეთებს შეფასებას, იგულისხმება, რომ უნგრეთიც ამ შეფასების მონაწილეა, ხო? ანუ მოდი თქვათ, ყველაზე დიდი დემოკრატია, ყველაზე ძველი დემოკრატია და დემოკრატიული პრაქტიკა ევროპაში გაცილებით უფრო, რა ვიცი, ძველია, ვიდრე ვთქვათ, სადმე სხვაგან. მათი შეფასებები არის, რომ საქართველო არის ავტორიტარული რეჟიმი. ანუ პოლიტოლოგების შეფასება, ანუ მეცნიერების შეფასებაც არის ის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა ავტოკრატია, საქართველო არის ავტორიტარული რეჟიმი და ახლა როცა ავტორიტარულ რეჟიმში არჩევნებზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ სრულიად ფასადურ პროცედურაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი აზრი რა თვალსაზრისით. ავტორიტარული რეჟიმი უშვებს ოპოზიციურ პარტიებსაც, უშვებს განსხვავებულ აზრსაც, მთავარი არის მას ვინმე არ ეცილებოდეს ძალაუფლებაში. ასეთი ტიპის ავტორიტარულ რეჟიმებს, როგორიც არის ვთქვათ, ქართული ოცნების პუტინის ან ვენესუელას ეძახიან ელექტორალურ დემოკრატიებს, ან მართული დემოკრატიები, ხო, ეს რუსების შემოტანილი ტერმინი არც მანამდე კიდევ ისინი რაღაც სუვერენულ დემოკრატიებს ამბობდნენ, დემოკრატიას ამბობდნენ, რას ნიშნავს ელექტორალური დემოკრატია? ანუ ფორმალურად
დემოკრატიული პროცედურები დაცულია. უბრალოდ იმის ალბათობა, რომ დემოკრატიული პროცედურები შეცვალო ხელისუფლება ნულს ქვემოთ არის. ანუ მივიღებთ მონაწილეობას, არ მივიღებთ მონაწილეობას, თუ ეს არის ელექტორალური დემოკრატია, არჩევნები ჩატარდება, პროცედურები იქნება, მაგრამ ამ პროცედურებით ხელისუფლების ცვლილება არის შეუძლებელი. 2024 წლის არჩევნებში ოპოზიცია მაიღო, თუ არ ვცდები, ყველაზე, ანუ ჯამში ოპოზიცია მაიღო, ყველაზე დიდი პროცენტი, რაც მიუღია, რაც ქართული ოცნება მოვიდა ძალაში, თუ არ ვცდები, ესე არის. ეხლა ამ არჩევნებშიც 70%-ზე მეტი აიღო ქართულმა ოცნებამ. უბრალოდ ჩემი შეკითხვა რაშიც ფიგურირებდა არის, რომ ბოიკოტი, რომელიც გამოცხადებულია არჩევნებზე და ზოგადად მანდატების არაღებაზე, მაგალითად კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ, რას ემსახურება ეს ყველაფერი, თუ უბრალოდ ლეგიტიმაცია, ან თქვენი გადმოსახედიდან ლეგიტიმაციას უქმნის მაშინ ქართულ ოცნებას ეს ბოიკოტი. არა, მე შეიძლება განიხილებოდეს, რომ ბოიკოტის მოწყობით უბრალოდ არ მიდის ხალხი, ვინც მისცემდა ოპოზიციურ პარტიებს ხმებს და მიდის მხოლოდ ის ხალხი, რომლებიც მართლმთავრობის. არა, მე მგონი მანდ არ არის ლეგიტიმაციის თემა ამ შემთხვევაში. არ მგონია რომ ანუ ნახეთ, მე არ მგონია რომ მარტო ბოიკოტს უკავშირდებოდეს ლეგიტიმაცია არალეგიტიმაციის ერთ-ერთი ფაქტორია, რაც შეუძლიათ იხმარონ. აი რომ ვთქვათ, რომ აეღოთ ვთქვათ პოლიტიკურ პარტიებს მანდატები და შესულიყვნენ ვთქვათ პარლამენტში და ეთქვათ, რომ ჩვენც არალეგიტიმურები ვართ. ანუ არჩევნები არ ჩატარებულა ნორმალურად, არჩევნები არის გაყალბებული, კი ბატონო, ჩვენც აქ ვართ, ესენიც აქ არიან, მაგრამ ჩვენც ვამბობთ, რომ ჩვენ არა გვაქვს უпростоრად ქართულ ოცნებას არ აქვს ლეგიტიმაცია. კი ბატონო, მანდატები წვდებათ პარლამენტში, მაგრამ მათ არ აუღიათ უმრავლესობა, რომლითაც არიან წარმოდგენილი. ან მაგის თქმის გაგრძელება შეეძლოთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში მაშინაც. და მე დარწმუნებული ვარ, იგივე შედეგი დადგებოდა, იგივე შეფასებას მიცემდა საერთაშორისო თანამეგობრობა. შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ის კანონპროექტი, რაც თქვენ მანამდე ახსენეთ, რომლითაც ეხლა მაგალითად კონკრეტული პარტიების დაბლოკვა ხდება. კი, როგორ არა, მაინც შესაძლებელი გახდებოდა, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას მაინც ექნებოდა ხო უმრავლესობა, მაინც მოამზადებდა სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში და იქ უკვე საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არ აკრძალვაზე. და ეხლა საკონსტიტუციო სასამართლოს სრულად აკონტროლებს პარტია ქართული ოცნება, ყველა სასამართლოს აკონტროლებს ქართული ოცნება, შესაბამისად მიიღებს ეს სასამართლო იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც უკარნახებს ქართული ოცნება. ანუ ეგ საკითხი ისედაც და ასედაც დადგებოდა, ნათქვამიც ჰქონდა წინა საარჩევნოდ, რომ ამ საკითხის დაყენებას აპირებდნენ. ანუ იმდენი წევრი მაინც ყავს, უმრავლესობა მაინც აქვს, მაინც შექმნიდა რაღაც კომისიას, მაინც დადგამდა ვთქვათ იმ წარმოდგენას, რომელიც დაიდგა და შემდეგ იმის საფუძველზე მაინც მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს. ანუ აქ არანაირი ბერკეტი ვთქვათ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შევიდოდნენ თუ არ შევიდოდნენ, ამასთან მიმართებაში არ ექნებოდათ. ლეგიტიმაციის საკითხი ისევ იქნებოდა როგორც არის, ანუ რო ვთქვათ, რომ ეხლა რაღაც არსებით ცვლილებასთან გვექნებოდა საქმე, არ მე მგონია რომ გვექნებოდა. მე არ ვეთანხმები იმას, რომ პარლამენტში შესვლით ლეგიტიმაციას მივცემდით ქართულ ოცნებას. არა, შეიძლება იყო პარლამენტში და თქვა, რომ ესენი კი ამბობენ, რომ არიან უმრავლესობაში, მაგრამ ძალით აქვთ მიტაცებული მაშინ რატომ შევიდნენ? რამს ემსახურება და ეს ახლა ცოტა რთული საკითხია, მანდ 4-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა კიდევ საარჩევნო ბარიერი და ალბათ ყველას ექნებოდა თავისი მიზეზი, რატომაც თქვათ გადაწყვიტა, რომ ბოიკოტი გამოეცხადებინა პარლამენტისთვის. შესაბამისად 4-ვეს ნაცვლად საუბარი ალბათ არის ძალიან რთული. მე შემიძლია ჩემ თავზე გითხრათ, მხოლოდ მე ვიყავი 5 ნომრის ტიკეტით, ანუ ამ 5 ნომერში იყო 3 პოლიტიკური პარტია, მე ვიყავი დამოუკიდებელი, ან მე არ ვიყავი რომელიმე პარტიის წევრი, რადგან ამ პარტიების პოზიცია იყო, რომ ისინი უარს ამბობდნენ მანდატებზე, ელემენტარული პოლიტიკური ეთიკა მოითხოვს იმას, რომ თუ შენ
ამ 5 ნომრის თიქეთით ხარ შესული, განსხვავებული აზრი შეიძლება გქონდეს, მაგრამ და თქვენ რა მიზეზი მოგაწოდეს თუ უბრალოდ პარტიის ქმედება? ეს იყო სამივე პარტიის გაწყვეტილება იყო, რომ ბოიკოტი სჯობდა მანდატების მიღება, შესაბამისად მე ვიმოქმედე ისე, როგორც იმოქმედებდნენ თქვათ ევროპელი პოლიტიკოსები, გარკვეული რაღაცა პოლიტიკაში არის რაღაცა წესები, არის პოლიტიკური ეთიკა და მე მიმიჩნია, რომ მეც ასე უნდა მოქცეულიყავი, შეიძლება მე მქონდა განსხვავებული აზრი. ანუ თუ რაღაც რომელიღაცა სამი პარტია იყო ამ შემთხვევაში ერთად, თუ ამ თიქეთით მიდიხარ, თუ ამ ბილეთით მიდიხარ, ნუ ახლა კეთილი უნდა ინებოდა რაღაცნაირად გაითვალისწინო, ასე ვთქვათ, იქ უმრავლესობის აზრი. და მე არ ვიცი თქვა სხვა პარტიებში, სხვა ბლოკებში როგორ მოხდა, მაგრამ ვარაუდობ, რომ ალბათ ანალოგიურად მოხდებოდა იქაც. ნუ ფაქტია, რომ არავინ აიღო, უბრალოდ უარი თქვა საპარლამენტო, ანუ აღება-არაღებაზე არ იყო, საპარლამენტო მანდატზე თქვა უარი. კიდევ ვთქვა, მე არ ბოიკოტს და მე არ უკავშირებ აი ბოიკოტს ასე პირდაპირ ლეგიტიმაცია, არა ლეგიტიმაციის საკითხს. ეს საკითხი მაინც დადგებოდა ასე ჩატარებულ არჩევნებს არავინ ჩათვლიდა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებად, თავისუფალ სამყაროში, არავინ ეტყოდა თავისუფალი სამყაროდან, რომ გუდ თქვენ რა კარგად ჩაატარეთ არჩევნები. იგივე მოხდა ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქართული ოცნება იძულებული გახდა, რომ ელჩებისთვის დაეძახა საგარეო საქმეთა სამინისტროში და ეთხოვა, რომ აღიარეთ, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა, რაც არ მოხდა, არ აღიარეს და მეორე რაც მოთხოვეს, თქვით რომ სახელმწიფო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი, რაც ასევე არ მოხდა. არავის, კიდევ ამბობ, რუსეთის გარდა არ უთქვამს, რომ არჩევნები მაგრად ჩატარდა და არ უთქვამს, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი. არავის, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, არც ევროპის კავშირს, არც ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს. თვითონ ევროპის კავშირის დასავლეთი განვიხილოთ, მაშინ რომელშიც ახლა რაღაც ხრი თავისი პირადი პრობლემები აქვს, ეს პოლარიზაცია, ეს არის პოლარიზაცია შიგნით ქვეყნებში დასავლეთში, სადაც როგორც ვამჩნევთ, არიან ძალაში კი ნეიტრალურები და მემარცხენე პარტიები, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაკადი წამოვიდა უფრო კონსერვატიული, ზოგჯერ წოდებული ულტრამემარჯვენე პარტიების რომლებიც ხელისუფლებაში ეხლა მოდიან და აი ამის ნიადაგზე გვაინტერესებს როდესაც ხმარობთ სიტყვას პროდასავლური, ანტიდასავლური, ძალიან ხშირად იხმარება ეს საქართველოში. რა დასავლეთს გულისხმობთ? ტრამპის დასავლეთს გულისხმობთ, მაკრონის, ორბანის, თუ ბრიტანეთის? ერთი ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობაში არიან მემარჯვენე პარტიები ხელისუფლებაში. მემარჯვენეები არ არიან მემარცხენეები. რამდენიმე ქვეყანა, სადაც არის გულისხმა, მე აი მაგალითად ბრიტანეთში მემარცხენე პარტია. ბრიტანეთში მემარცხენე, მაგრამ მანამდე კონსერვატორები იყო. დიახ. საფრანგეთში ლიბერალების და კონსერვატორების მთავრობა ყალიბდება ეხლა, ხო? ჰოლანდიაშიც კონსერვატორები და ლიბერალები ერთად არიან, ასე ვთქვათ, ნუ აი შემდეგი კოალიციაც ალბათ მემარჯვენე ცენტრისტული გამოვა. და ხა სხვა ქვეყნებსაც თუ გადავხედავთ, ესპანეთში არის მემარცხენე, იტალიაში მემარჯვენეა, საბერძნეთში მემარჯვენე პარტია ხელისუფლებაში, ჩეხეთში მემარჯვენეებმა მოიგეს, გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატები არიან, ანუ პორტუგალიაში მემარჯვენეები არიან ხელისუფლებაში. ანუ ეს ბალანსი ხა ბოლო პერიოდში არ დარღვეულა მემარცხენეების სასარგებლოდ. ძირითადად მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები არიან ევროპის სახელმწიფოებში, მთავრობაში. აი უფრო განვიხილოთ თქვენ ვსაუბრობთ უფრო არასისტემურ რადიკალურ ჯგუფებზე, ხო? მაგალითად უნგრეთში მთავრობა, მაგალითად განვიხილოთ AfD-ს რამხელა პროცენტით. AfD ალტერნატივა გერმანისთვის. კი. არ არის ეს მემარჯვენე. ნახეთ, ეს არის ჩემი აზრით, ეს არის მემარცხენე პოლიტიკოსების და მემარცხენე
პოლიტოლოგების მიერ შემოთავაზებული სახელდება, რომ სიტყვაზე AFD არის მემარჯვენე პარტია. არა, მემარჯვენე პარტია არის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი და ის ბავარიული პარტია, ქრისტიანულ-სოციალური კავშირი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად არის მთავრობაში. ეს პარტიები არიან პოპულისტები. და პოპულიზმი არ არის იდეოლოგია. AFD არის პოპულისტური პარტია. ის ისევე არის მემარცხენე, ძალიან ბევრი მემარცხენე იდეით გამოდის. ასეთივე მემარცხენე შეიძლება ჩავთვალოთ სახალხო ფრონტი საფრანგეთში, მარინ ლე პენის პარტია. თუმცა ეს არ არის ახალი პარტია, სახალხო ფრონტი წლებია არის ფრანგულ პოლიტიკაში, უბრალოდ არ იყო ნაადრევ არჩევნებზე მაგალითად მოემატათ. კი, მოემატათ, მანამდეც ყოფილა, ეხლა მეორე ტურში მარინ ლე პენის მამა ყოფილა მეორე ტურში და წააგო შირაკთან. აი ნახეთ, იყო საფრანგეთში არჩევნები, სადაც იყო მემარჯვენე შირაკი და პოპულისტი ლე პენი და მოიგო შირაკმა. ანუ მანამდეც ქონია ასეთი შემთხვევა. ამას აქვს თავისი მიზეზები. მე არ გონია რომ ევროპაში არ მგონია რომ პოლარიზაციასთან მქონდეს საქმე. ევროპაში რასთანაც გვაქვს საქმე, მე ვფიქრობ არის ის პრობლემები, რომელიც დაგროვდა ევროპის კავშირში. მათ შორის მე მთავარ პრობლემად მიმაჩნია მიგრაცია. მიგრანტთა დიდი ნაკადების შესვლა ევროპის კავშირის ტერიტორიაზე. ამან გამოიწვია პოპულისტური პარტიების რეიტინგის ზრდა. თუმცა საპირისპირო ტენდენციებსაც ვხედავთ. მაგალითად, საბერძნეთში ძალიან მძლავრად იყო წარმოდგენილი ნეონაცისტური ოქროს განთიადი. ოქროს განთიადის ტიპები დღეს ნაწილი ციხეში ზის. რაღაცა პოპულისტური პარტიები საბერძნეთში სულ იყო, ყოველთვის იყო პარლამენტში, ახლა არიან წარმოდგენილები. მაგრამ აი ეს რაღაცა ვთქვათ, რაღაცა აღზევება ვთქვათ, ასეთი რადიკალური პოპულისტური პოლიტიკური ძალი საბერძნეთში მაგალითად დამთავრდა. პორტუგალიაში არის ასეთი პარტია შეგა, ასე ჩვენ მოვედით თუ რაღაცა, რომელსაც ეხლა აქვს რაღაც შედეგები. არავინ არ იცის რა დღის წესრიგი აქვს. უბრალოდ იღებს იმ პოპულისტურ თემებს, რომელიც სხვაგან არის ევროპაში, რომელიც პორტუგალიაში არავის აწუხებს, მე იქ ვიმუშავე და მაგალითად მიგრაცია იქ პრობლემა არ არის, მაგრამ ეს დაბარაგოს მიგრაციაზე. ხა პორტუგალიაში ვერ გაყიდი, რომ პორტუგალიას არ უნდა ომში ჩაერთოს, იმიტომ ძალიან შორს არის ყველაფრიდან. რაც იქ შეიძლება გაიყიდოს, იმას ყიდის. ჩვეულებრივი პოპულიზმია. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ვერ გეტყვით. ესპანეთში იყო მაგალითად პოდემუსი. სად არის დღეს პოდემუსი? ხო? სადღა არის პოდემუსი? აღარ არის პოდემუსი, ხო? იგივე თქვათ იტალიაში, როცა გამოჩნდნენ თქვათ რაღაცა სალვინის პარტია და მელონიმ შეჭამა ყველა, ხო? მელონიმ რომელსაც აქვს, კი, ქრისტიან-დემოკრატიული, მართლა მემარჯვენე დღის წესრიგი აქვს. აი ეს პოპულისტური პარტიები შეჭამა. რატომ? იმიტომ რომ მან უპასუხა იმ პრობლემებს, რომელიც არის საზოგადოებაში და ეს არის მიგრაცია. მიგრაციის ნაწილში არიან ქართველი არალეგალები, სხვათა შორის არის ფიქრობთ, რომ მარტო ლივიიდან და სომალიდან შესულებზია საუბარი, ხო? ქართველებზეც არის საუბარი, ხო? მაგრამ როგორც კი უპასუხა იმ გამოწვევას, რაც რეალურად არსებობდა, დასრულდა, ხო? ნუ მეტნაკლებად ეს თემა, იმიტომ რომ შემდეგ არჩევნებს როგორც ჩანს მელონიმ ალბათ მარტო მოიგებს, ხო? ანუ როგორც კი იგივე მოხდა ვთქვათ, არის კიდევ ვთქვათ სხვა მაგალითები, როცა რეალურად აი ქრისტიან-დემოკრატებს შეუძლიათ ეს გააკეთონ გერმანიაში, მაგათ კანცლერ მერც შეუძლია ეს გააკეთოს, ის თუ უფრო მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გაატარებს, გარწმუნებთ რომ ალტერნატივა აღარ დარჩება აი ეს ველი, სადაც მან შეიძლება ხმები წამოიღოს, ხო? თუმცა ძირითადად ალტერნატივა ამ მიგრაციაზე ნადირობს, მიგრაციის თემაა და აქვს კიდევ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეკუთვნიან სექსუალურ უმცირესობას, რატომღაც ათამაშებენ ამ თემასაც, ხო? ხო, ეს უცნაურია. ხო, ამიტომ მე არ მგონია იგივე იქნება ვთქვათ საფრანგეთში, ანუ უნდა უპასუხო რეალურად ახლა საზოგადოება გეუბნება, აღარ ეს მიგრაციამ შემაწუხა. სადაც შეიძლება დავინახოთ პოლარიზაცია, ეს არის ალბათ ამერიკის შეერთებული შტატები. იქ ალბათ არის ეს პოლარიზაციის ელემენტები. და ეს არის ჩემი აზრით გამოწვეული, ტრამპი ცდილობს რომ გაყიდოს, რომ თქვათ ეს არის
მიგრაციის საკითხი, ნაკლებად გონია რომ ეს იყოს მიგრაცია, ამერიკის შეერთებული შტატები ერთი მიგრანტების ქვეყანა და დგას მიგრაციაზე. უბრალოდ როცა მიგრაციას მოყვება კრიმინალი და განსაკუთრებით კრიმინალი, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობას უკავშირდება, ეს შემაწუხებელი აღმოჩნდა ამერიკული საზოგადოებისთვის, ეს არის გამოწვევა და კიდევ ერთი გამოწვევა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოუჩნდა, ეს არის დაკავშირებული ვოუკიზმთან. რაც ახლა რეალური თემაა ძალიან. გუშინაც იხუმრა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ აქ არის მშვენიერი ქალბატონი მელონი, მაგრამ ეს რომ ამერიკაში ვთქვა, ამას შეიძლება მოყვეს პროგრესული დემოკრატებისგან კრიტიკა. ეს ნამდვილად არის, რეალურად არსებობს და გამოწვევაა კი ამერიკული საზოგადოებისთვის და ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რატომაც პრეზიდენტმა ტრამპმა მოიგო არა მხოლოდ შტატებით ამორჩეველთა კოლეგიის ხმებით, არამედ პოპულარული, ხმების უმრავლესობაც მასთან დაგროვდა. რთული საკითხია, არ არის ადვილი საკითხი, მაგრამ თუ თქვათ ვინმე იტყვის, რომ ტრამპი პოპულისტია და აი ამერიკულმა საზოგადოებამ ნახეთ როგორი არჩევანი გააკეთა, ხო? რაღაცამ ეს გამოიწვია, ხო? მე მგონია რომ ეს გამოიწვია ობამიზმა. ობამამ, ხო? ჩემთვის ობამა ბევრად უფრო პოპულისტია, ჩემთვის ობამა ბევრად უფრო მისი პოლიტიკა ბევრად უფრო მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდა, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის, ვიდრე მაგალითად ტრამპის ადმინისტრაცია. მაგალითად ჩემთვის ობამას ადმინისტრაცია ბევრად უფრო მძიმე შედეგების მომტანი იყო, მათ შორის საქართველოსთვის. მაგალითად ობამას ადმინისტრაცია უჭერდა მხარს ქართული ოცნების მოსვლას ხელისუფლებაში. არა მხოლოდ უჭერდა, ობამას ადმინისტრაცია წნეხავდა სააკაშვილის ადმინისტრაციას ივანიშვილის სასარგებლოდ. იმიტომ რომ ეს იყო გადატვირთვის პოლიტიკის ნაწილი. როცა ობამამ და მერკელმა გადაწყვიტეს, რომ პუტინი უნდა დაეშოშმინებინათ, პუტინისთვის რაღაცები უნდა მიეცათ და რუსეთთან ურთიერთობები უნდა გადაეტვირთათ. ამან მოიტანა პუტინისთვის აპეტიტის გახსნა და ბოლოს აი უკრაინასაც დაარტყა. ხო, როცა ტრამპი როცა ამბობს, რომ მე რო ყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა, ამას გავიგებთ ხოლმე მარტო რაღაც პოპულისტურ განცხადებად. ამაში არის სიმართლე. ტრამპი რომ ყოფილიყო, პუტინი ვერ გაბედავდა იმას, რასაც ბედავდა ობამასთან. ხო, მაგალითად ობამა მერკელის აი ამ ტანდემის პოლიტიკამ საქართველოს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ჩვენი შემთხვევა თავიდან ბოლომდე იმას უკავშირდება, რომ ობამა და მერკელი მხარს უჭერდნენ საქართველოს სათავეში ივანიშვილის და მისი ჯგუფის მოსვლას. 2024 წლის ფაქტობრივად ზაფხულამდე აი ეს პოლიტიკური წრეები ისევ იყვნენ ქართული ოცნების მოკავშირეები. და ახლა ეს ამაში რაფას იხდის უკრაინა და რაფას ვიხდით ჩვენ, ეს ხო ძალიან ათელია. ქართულ მაგალითად დასავლეთი ძალიან კარგად ჩამოყალიბეთ, მე მგონი როგორი პოლიტიკური სიტუაცია ახლა თქვენ კარგად აგვიხსენებთ. მოკლედ რა შეიძლებოდა მოკლედ. შეკითხვა იმაში ფიგურირებდა ისევ, რომ ჩვენ როდესაც ხმარობთ ამ ტერმინს პროდასავლური. მოდიში, ვერ გიპასუხე, მაგრამ მოდიში გიხდი. მაგას მოვაყოლე. მოდი, მაგრამ უნდა გიპასუხო. რა არის დასავლეთი? დასავლეთი არ არის გეოგრაფიული გაგება. დასავლეთს, როდესაც ჩვენ ვამბობ და ვლაპარაკობ დასავლურ ცივილიზაციაზე, ჩვენ გულისხმობთ სამ ძირითად საყრდენს. პირველი, ეს არის საბერძნეთი და საბერძნეთიდან მოტანილი, ეს არის დემოკრატია, ეს არის თქვათ, იგივე თქვათ, ინდივიდის უფლებები. მოკლედ ეს არის ბერძნული ცივილიზაცია, ძალიან ფართო გაგებით, პირველ რიგში ეს არის დემოკრატია, ხო? ხალხის მმართველობა, რომ ძალაუფლება მოდის ხალხისგან და არა ვთქვათ სხვა რამისგან, ხო? მეორე საყრდენი ეს არის რომი, ეს არის მოქალაქის გაგება და რომაული სამართალი, რაზეც, გას განსაკუთრებით ვთქვათ, კონტინენტური ევროპა და მესამე ეს არის ქრისტიანული ეთიკა, ეს არის ქრისტიანული ფილოსოფია, ეს არის ის აზრი, რომ სამყაროს ცენტრში ზოგადად არის ადამიანი, რომ ადამიანს შეუძლია ყოველთვის გადარჩენა, რომ სხვა ადამიანი უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ სხვა ადამიანიც არის თავის თავში ღმერთის მატარებელი, ასე ვთქვათ, ხო? ანუ სამი საყრდენი,
ბერძნული დემოკრატია, რომაული სამართალი და ქრისტიანული მორალი. ეს არის დასავლური ცივილიზაცია. მაგალითად, რომ ავიღოთ იაპონია, ხო? იაპონიას აქვს დასავლური ინსტიტუტები, იაპონიას აქვს რომაული სამართალი და ბერძნული დემოკრატია და მან მიიღო ნაწილობრივ, ანუ თავის იაპონურ ტრადიციას, იაპონურ რელიგიურ წარმოდგენებს ძალიან კარგად ჩააწნა, მაგრამ არასრულად ეს განსხვავება არსებობს. იაპონია არ არის ევროპა, არც გეოგრაფიულად და არც კიდევ თქვათ ამ გაგებით, ის კი წარმოადგენს ასე ვთქვათ პოლიარქიას, მრავალთა მმართველობას, მაგრამ მან მიიღო რა ნაწილი ამ ქრისტიანული ეთიკის და ქრისტიანული მორალის. ამიტომ გეოგრაფიულად იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია არ არის გეოგრაფიულად დასავლეთი, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ახალი ზელანდია არის დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. რატო? იმიტომ რომ იღებს ხალხის მმართველობას, იღებს სამართალს და მოქალაქის გაგებას და იღებს ქრისტიანულ ეთიკას. დიახ, ეს განმარტება ძალიან კარგად ეკონდებარება იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის პროდასავლური, ანტიდასავლური, მაგრამ ხალხს რო შევხედოთ საქართველოში, ძალიან ხშირად ქართული ოცნება პროდასავლურ, ანტიდასავლურ აი ამ ტერმინს და ზოგადად ამ მართული პარტიის მხარდამჭერები და ბევრი ხალხი თვლის, რომ გულისხმობთ აი დღესდღეობით დასავლეთი, როგორც გამოიყურება, როგორც იქცევა, აი ამას აღვიქვავთ, როგორც პრო ან ანტი ეს ვართ. აი ის ვართ, რაც ხდება ახლა დასავლეთში. და ამის მიხედვით ხდება სერიოზული პოლარიზაცია ჩვენთან, რომ რამდენად გვინდა ეს დასავლეთი ან არ გვინდა. აი მაგალითად, ქართულ პოლიტიკურ სფეროში ახლა მე მგონი ერთი ქართული ნეიტრალური ორგანიზაცია, ერთიანი ნეიტრალური საქართველო, ესე ჰქვია ამ ორგანიზაციას, მიმართა ქართულ ოცნებას, რომ ჩაეტარებინა რეფერენდუმი, რომელშიც დადგინდებოდა ქართულ ხალხს ნამდვილად სურს თუ არა ევროინტეგრაცია. რას ფიქრობთ, როგორი სწორი ნაბიჯი არის თუ არა ეს, რომ ჩატარდეს ეს რეფერენდუმი ახლა? ნახეთ, ქართული ოცნება ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას. სინამდვილეში არაფერი ის, რასაც ქართული ოცნება აცხადებს თავისი პროპაგანდისტული არხები, დასავლეთში არ ხდება. ანუ დასავლეთში არავის აიძულებენ რას იგონებენ ხოლმე, რომ კაცი ჩაეწეროს ქალად და რა. აი მრავალი რაღაცა მაგალითად ხმარობენ ნათქვამია, რომ საფრანგეთში პროტესტების ფონზე მაგალითად რაც მოხდა, გამოყენებული იქნა, აი ვიდეოები იყო გაშვებული, თუ რა შეედარებინათ რაც ხდება აქციებზე საქართველოში. არა, მე მგონია რომ პროპაგანდისტულად ხდება ეს, ანუ ეს მაგრამ რაღაცა ძალიან მინიმალური საფუძველი რაც შეიძლება რომ გამოიყენონ იმათმა, ის უდევს, რომ საფრანგეთში მართლა იყო მაგალითად ყველობა თუ ვერთობით 11 სექტემბერს 27 წლის ბიჭის იმას შექვია ამ პროტესტებში პოლიციის მხრიდან არის საკმაოდ აი უნგრეთს როგორც იყენებენ როგორც ერთ-ერთი დასავლურ ქვეყანად არის ევროპასთან მიმართებაში ცოტა კონფლიქტი, რასაც ამბობენ რომ არის შიდა კონფლიქტი ევროსაბჭოში. აი ეს რადიკალიზმი, რასაც თვითონ ამბობენ, მესმის, მაგრამ კიდევ ეს არის სინამდვილეში ეს არის ტყუილების ტირაჟირება, პროტესტებზე ადამიანები შეიძლება დაღუპულა, მაგალითად საბერძნეთში მოხდა პოლიციელმა ესწრულა 15 წლის ბიჭს. ხო, მაგრამ ეს ბიჭი როგორ იქცეოდა? ანუ ეს ბიჭი ესწროდა პოლიციელებს. მინახავს შეხლა შემოხლა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, დემონსტრანტებს არ იჭერენ, ისინი მართლა ისვრიან მოლოტოვებს. ცეცხლმოკიდებული პოლიციელი მინახავს, მაგრამ ამის გამო დემონსტრანტი არავის დაუჭერია. ანუ ეს არის წესი, დაუწერელი წესი დემოკრატიაში, როცა დიდი დემონსტრაცია, პოლიციელი და დემონსტრანტი ერთმანეთს ეჯახება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დემონსტრანტები უნდა 9 წლით გაუშვა ეს სულ ასე იყო დემოკრატიებში. ძველ ბერძნულ დემოკრატიაშიც კი ასე იყო. ანუ ქართული ოცნება აკეთებს ეს ტყუილების ტირაჟირებას, ის იღებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად ცალკეულ ფაქტებს და შემდეგ აი ამ ფაქტებზე აპელირებით ის აგებს თავის პროპაგანდას, რომ ევროპაში ხდება რაღაცა კატასტროფა. მაგალითად ისინი ამბობენ, რომ ევროპა არის კრიზისში. ეს არის ტყუილი, ევროპა არ არის კრიზისში. გერმანიაში ფაქტობრივად არ არის უმუშევრობა. შვედეთში ფაქტობრივად არ არის უმუშევრობა. ფინეთში ფაქტობრივად არ არის უმუშევრობა. ჰოლანდიაში ფაქტობრივად არ არის უმუშევრობა. ანუ ბალტიის ქვეყნებს შურთ ჩვენიო. ახლა ბოლო ესეთი რაღაცა თქოს. ბალტიის ქვეყნებში
პენსია არის 500-დან 700 ევრომდე. საშუალო ხელფასი ბალტიის ქვეყნებში არის 1500 ევროდან 2100 ევრომდე. ეს ხდება ბალტიის ქვეყნებში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა ესტონეთში. ესტონეთი აკადემიურ ნაშრომებში არის პირველ ადგილზე. ესტონელ ახალგაზრდებს შეუძლიათ უფასოდ ბალტიის ქვეყნებში, ლიეტუველ, ლატვიელ და ესტონელ ახალგაზრდებს შეუძლიათ ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტში ისწავლონ უფასოდ. ძალიან დიდ ინვესტირებას აკეთებენ ჯანდაცვის სისტემაში და ყველა მოხუცი და ყველა ის ადამიანი, ვისაც ჯანდაცვის პრობლემები აქვს, არის ჯანდაცვის უზრუნველყოფილი. როგორ შეიძლება ასეთ ქვეყანას სურდეს საქართველოსი? შურდეს საქართველოსი. აი რანაირად უნდა შეგშურდეს საქართველოსი, როცა ეს ყველაფერი გაქვს. არის თითქმის ნულოვანი კრიმინალის რეიტი. თითქმის არ არის რა კრიმინალი, ხო? აი რანაირად შეიძლება გშურდეს, როცა ბალტიელი ხარ საქართველოსი. ბალტიის ქვეყნები არიან დაკავებული დღეს იმით, როგორ იცხოვრონ უფრო მწვანე გარემოში. პირველია ესტონეთი საინფორმაციო ტექნოლოგიებში. Skype ესტონურია. პირველი არის აი სამეცნიერო პროგრესში, რომელიც უკავშირდება სწორედ აი ამ საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ახალ ტექნოლოგიებს. რანაირად შეიძლება აი ამ ქვეყნებს შურდეთ საქართველოსი, ხო? ისე როგორც მაგალითად მანამდე ყიდნენ იმას, რომ გათბობა არ არის გერმანიაში. მაშინ რეფერენდუმის ჩატარებაზე რა? ეხლა რეფერენდუმზე გეტყვით. ესეც ხო ელემენტარული არცოდნის თემაა, ხო? საქართველოში რეფერენდუმს ვერ ჩაატარებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. რეფერენდუმი უბრალოდ კონსტიტუციით ვერ ჩატარდება. კონსტიტუციაში მიწერია, რომ რეფერენდუმი შეიძლება ჩატარდეს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ მაშინ, როცა იქნება აღდგენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ანუ ეს ხალხი რას გვეუბნება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღარ არის საქართველო? აბა როგორ ატარებენ მათ გარეშე რეფერენდუმს? რეფერენდუმი ვერ ჩატარდება. შეიძლება ჩაატარო გამოკითხვა. მე შეგახსენებთ, რომ ასეთი გამოკითხვით რუსეთმა თავის დროზე დაიპყრო ბალტიის ქვეყნები. იქ რამე სხვა კი არ გაუკეთებია. გამოკითხვა ჩაატარა ხიშტების ქვეშ, ავტომატების ქვეშ. აქ გამოკითხვას ჩაატარებენ ისე როგორც ჩაატარეს ბოლო საპარლამენტო არჩევნები. რუსები ჩაატარებენ გამოკითხვას და დაწერენ იმ შედეგს, რა შედეგიც უნდათ. ხო? ეს არის კვლავ შემოგდებული პროპაგანდისტული თემა, რომელიც ან წავა, ან არ წავა, შეიძლება წავიდეს. პროპაგანდისტულად მაინც აწყობთ, რომ ეს შემოაგდონ, თუნდაც იმისთვის, რომ აი მოსკოვისკენ გააგზავნონ სიგნალი, რომ ჩვენ ისეთი ერთგულები ვართ თქვენი, ისეთი ერთგულები ვართ პუტინის, რომ მზად ვართ გამოკითხვაც კი ჩავატაროთ საქართველოში, არა რეფერენდუმს ვერ ჩაატარებენ. მეორე, თუ საჭირო გახდა, თუ მათ ჩათვალეს, რომ რა ვიცი, აი ესე ახლა აჯობებს, შესაძლებელია მართლა ჩაატარონ, ხო? გამოკითხვა, ისე როგორ ჩაატარეს არჩევნები. ამ გამოკითხვის შედეგებს არავინ ცნობს სოფლიოში, ისე როგორც არავის უცნია გამოკითხვის შედეგები, რომელიც სტალინმა ჩაატარა ბალტიის ქვეყნებში მეორე მსოფლიო ომის დროს. არასდროს ბალტიის ქვეყნები საბჭოთა კავშირის ნაწილად არ უცნია ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას. არასდროს ბალტიის ქვეყნებს ისინი საბჭოთა კავშირის ნაწილად არ ცნობდნენ. თვლიდნენ, რომ ეს იყო ოკუპირებული სახელმწიფოები, როგორ მოხდა ოკუპაცია პლებისციტით. დაახლოებით იგივე სცენარით ალბათ სურს რუსეთს, რომ წავიდეს საქართველოში, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ როგორც არ უნდა ყოფილიყო აქ ვითარება, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ხედვა, ყოველთვის იყურებოდა დასავლეთისკენ. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად ჩვენი იდენტობის ნაწილი არის ქრისტიანული მსოფლმხედველობა. ანუ ქართული იდენტობა ვერ იარსებებს ქრისტიანული იდენტობის და ვეფხისტყაოსნის იდენტობის გარეშე. ჩვენ ვართ ვეფხისტყაოსნის და რა არის ქართველობა? ეს არის ვეფხისტყაოსანში და ქრისტიანობაში გაჟღერებული ღირებულებები. სხვა არაფერი არ არის და ახლა მაშინ ახლა რა ვიცი ვეფხისტყაოსანი როგორ უნდა დაამარცხო წიგნი. ვერ მოკლავ. და ვეფხისტყაოსანი კიდე ეგ წიგნია, ანუ რომელიც აი ზუსტად ბერძნულ ღირებულებებს და რომაულ ღირებულებებს გაძლევს, დასავლურ ღირებულებებს და რომელშიც ეს ქრისტიანული ეთიკა ძალიან მაღლაა, ხო? ბოროტება არ არსებობსო, კაცი ეს რაღაცას ამბობს. არეოპაგიტული ის არის ეს რაღაცა, მოსაზრება, ხო?
დანარჩენი ახლა ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ ძალით, ეგრე შეუძლია რუსეთს საერთოდ შემოიჭრას, როგორც გაუკეთებია და თქვას, რომ აი აქ ესია ხა, როგორც 21 წელს ამოდა რომ ხალხი აჯანყდაო. 21 წლის 26 მაისს იცით რომ ვიზეიმეთ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ. 1922 წლის 26 მაისის ვიზეიმეთ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ, ხა ჩემს ოთახში არის ფოტო, მაგალითად ესტონეთის ელჩი ზის თავის ოთახში. ესტონეთის კი მოატყუეს მაშინ, კიქოძის ქუჩაზე ქონდათ საელჩო, მოატყუეს მაშინ, ესტონეთმაც კი ჩათვალა, რომ საქართველოში რაღაცა სახალხო ის იყო, რა ვიცი, აჯანყება და არაფერი საქართველოს რჩება დამოუკიდებელ ქვეყნად, უბრალოდ ხელისუფლება შეიცვალა. ხო, ახლა ამას აღარავინ არ ჭამს დღეს სოფლიოში, ხო? ჩვენ გვაქვს ესეთი ისტორიული არჩევანი გაკეთებული, ეს არის, რა ვიცი, თუ გნებავთ ილია ჭავჭავაძის არჩევანი, თუ გნებავთ დავით აღმაშენებლის არჩევანი, რომელიც ჯვაროსნების მოკავშირე იყო და არა ილღაზის, ხო? და მერეც ახლა ჩვენ ყოველთვის თუ ვთქვათ ახლა რაღაცა უხეში ძალა არ ჩაერეოდა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით დასავლეთის, ვინც იყო დასავლეთი, არ აქვს მნიშვნელობა ეს იყო თქვათ რომის იმპერია, თუ იყო მანამდე საბერძნეთი, იგივე თქვათ აი გუბაზ მეფის სიკვდილის შემდეგ დასავლეთ საქართველოს რო იკრიბება და აბა რა ვქნათო, ბერძნებს რო ამბობენ, ბერძენში გულისხმობენ დასავლეთს. ყოველთვის იქ ვიყავით ეს. მას შემდეგ რაც ჩვენ გავხდით, მას შემდეგ რაც აქ შემოვიდა ქრისტიანობა. ანუ ქრისტიანობამ განსაზღვრა ჩვენი ბმა დასავლურ ცივილიზაციასთან. აი თუ გნებავთ რა არის მაპი, membership action plan, ჩვენ ეს მივიღეთ ქრისტიანობით. იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით, ჩვენი იდენტობა არ დაეყრდნობა ქრისტიანობას, მაშინ აი ეს ბმა დასავლეთთან გაწყდება. მაგრამ სანამ ჩვენ რჩებით, ასე ვთქვათ, ქრისტიანული ეთიკის მატარებელ ხალხს, მესმის, რომ ჩვენ რამდენად ახლოს ვართ ქრისტიანობა, კი ბატონო, მესმის, რომ ჩვენ ახლა ისეთივე ქრისტიანები ვართ, როგორი არის, როგორი მუსლიმებიც ვართ, როგორი ჩვენთან ქრისტიანობა დიდწილად არის დარჩენილი მხოლოდ არასწორი რიტუალის სახით, მაგრამ მაინც ახლა ჩვენ რაღაც ზურგის ტვინით ჩვენ მაინც ვართ ქრისტიანები, სანამ ეს ასია, ხო, მანამდე აი ამ ეს ბმა სანამ არსებობს, მანამდე ეს შეიძლება თქვათ დროებით თქვათ ეს ძალით თქვათ, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, თქვათ ძალით ეს რაღაცა ჩაახშონ, მაგრამ არ არსებობს რომ ამან ისევ აი როგორც თითქოს დამთავრებული იყო გარუსება, მაგრამ ილია ჭავჭავაძე გამოჩნდა და ამოატრიალა ყველაფერი. თითქოს დასრულებული იყო ყველაფერი, მაგრამ უცებ აი მერაბ კოსტავაგა და ზვიად უცებ ყველაფერი. თითქოს რუსებმა დაგვამარცხეს, მაგრამ უცებ აღმოჩნდა რომ შევარდნაძე და მე ეს რაღაც მომენტში ისევ იფეთქებ. შეუძლია რუსეთი არის ისტორიის დაღმართზე. შეიძლება დღეს თქვათ დაგვიმონოს, მაგრამ შემდეგი გეოპოლიტიკური გარდატეხა მას კიდევ უფრო მეტად დაასუსტებს და ჩვენ ისევ გვექნება შანსი და ისევ აქ იქნება ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ამ ხალხს ისევ გამოაღვიძებს და ეტყვის, რომ ხალხო, ჩვენ ვართ ბერძნული დემოკრატია, რომაული სამართალი და ქრისტიანული ეთიკა. სულ იქნება ეს. თქვენ ძალიან ბუნებრივად გაეცით ბოლო შეკითხვას, რასაც ზოგადად ყველა რესპონდენტს უსვამთ. პასუხი, რომელიც არის თქვენთვის რას ნიშნავს დასავლეთი და დასავლური ცივილიზაცია. ამიტომ თუ გნებავთ ეგ არის აი ჩემთან მაგას ხედავთ, ხო? აი ოთახშიც ხედავთ ილია ჭავჭავაძე, რომელიც მონაწილეობს ბერიკაობაში. ილია ჭავჭავაძე ძალიან ჩაცმული ევროპულად, კაცი, რომელმაც შექმნა პირველი ქართული ბანკი. კაცი, რომელმაც შექმნა ქართული თავისუფალი მედია, ბეჭდური, მაშინ ახლა რადიო არ იყო, ტელევიზია არ იყო. ილია ჭავჭავაძე, რომელმაც შექმნა პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია. ილია ჭავჭავაძე იყო NGO-შნიკი. მთელი თავისი ცხოვრება ილია ჭავჭავაძე იყო ან თავისუფალი მედიის წარმომადგენელი, გაზეთს სულ გამოცემდა, სულ წერდა გაზეთში და იყო პირველი ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციის უმსხვილესის. ილიას სიკვდილის შემდეგაც მან გააგრძელა არსებობა. ილიამ თავის არასამთავრობო ორგანიზაციაში გააერთიანა თითქმის მთელი საქართველო. მათ შორის წინათაობა, რომელსაც უპირისპირდებოდა, გრიგოლ ორბელიანიც კი ჰყავდა, ხო? ილია ჭავჭავაძეს არ უმუშავია სახელმწიფო სამსახურში, ძალიან ცოტა ხნით იყო მედიატორი ისიც, ხო? ანუ მედიაცია შემოიტანა საქართველოში, ხო? ილია ჭავჭავაძე არის ქართული ანბანის ბოლო რეფორმატორი. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ფილოლოგი, ლინგვისტი და მით უმეტეს ფონეტიკოსი, საერთოდ, ხო?
ეს კაცია ილია ჭავჭავაძე. ილია ჭავჭავაძე არის იმის განსახიერება, იმ ყველაფრის განსახიერება, რასაც მაგალითად დღევანდელ საქართველოში ებრძვიან. თავისუფალ მედიას ებრძვიან, არასამთავრობო ორგანიზაციებს ებრძვიან, ბანკებსაც არ უყურებენ კარგი თვალით. ნუ საქართველოს მოქალაქეები მინიმუმ, ხო? ამ ყველაფრის განსახიერება ილია ჭავჭავაძე. ილია ჭავჭავაძე არის საქართველოში ნაციონალიზმის და ლიბერალური იდეების გამავრცელებელი, ხო? ნაციონალი საქართველოში ებრძვიან, ლიბერალი საქართველოში ებრძვიან. ეს ლიბერალი ბურთივით მრგვალი ან ილია ეს კაცი, ვინც ეს იდეები, ნაციონალიზმის იდეაც მათ შორის საქართველოში მოიტანა. საქართველოში ილიამდე ნაციონალიზმი არ იყო. არავინ არ იცნობდა ნაციონალიზმს როგორც იდეოლოგიას. ილია მოიტანა, იმიტომ რომ ნაციონალიზმი და ლიბერალიზმი მაშინ არის ერთი მედლის ორი მხარე. დღესაც ასეა პრინციპში, ხო? ილია ამის გამკეთებელი, ამასაც ებრძვიან, ხო? და დღესო ცოცხალი იყოს, ალბათ არაცოცხლებდნენ, კიდევ ესროდნენ, ან ციხეში იქნებოდა. ხო და არის ჩვენ ეს არის რა, ილიას თავში არის დაბადებული საქართველოს იდეა, ამ იდეამ ფრთები შეისხა ისტორიული გარემოებებიდან, გეოპოლიტიკური გარდატეხებიდან გამომდინარე 1918 წელს, მერე დავკარგეთ და მერე ისევ აღვადგინეთ უკვე 90-იან წლებში წინა საუკუნის, ეხლა ძალიან ახლოს ვარ დაკარგვასთან. მაგრამ კიდევ ამბობ, რომს დავკარგოთ, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ისტორიის დაღმართზე მყოფი რუსეთი დიდი ხანი არ იქნება დარჩენილი მის შემდეგ დეზინტეგრაციამდე, რაც აუცილებლად მოხდება და იქ ჩვენ ისევ გვექნება შანსი. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, ჩვენ მოუმზადებელი აღმოჩნდით 90-იან წლებში ერთმანეთს ვესროლეთ. ერთნაირი სასტარტო პოზიცია გქონდა საქართველოს და ბალტიის ქვეყნებს. როგორ გაგვისწრეს? რატომ არის იქ ხელფასი 2000 ევრო და აქ რატომ არ არის 2000 ლარიც, ხო? რატომ არის აქ? რატო გარბის აქედან ხალხი და რატომ მიდიან ქართველები მათ შორის თქვა ესტონეთში, ლატვიაში და ლიეტუვაში სასწავლებლად და საცხოვრებლად. რა არის ამის მიზეზი? რატო ტოვებს აქაურობას ხალხი და გარბის? რატო არ მირბიან ჩინეთში? რატო არ მირბიან რუსეთში? რატო არ მირბიან ელექტორალურ დემოკრატიაში ან ერთპარტიულ სისტემებში? რატო გარბიან იქ, სადაც ქართული ოცნება ამბობს, რომ არის კრიზისი? იმ კრიზისში მყოფ ქვეყნებში, ფსევდო კრიზისში მყოფ ქვეყნებში მუშაობენ საქართველოს მოქალაქეები და აქ ინახავენ ოჯახებს. იქ რო კრიზისი იყო, სამუშაო ადგილს შოვიდნენ. არა რა თქმა უნდა, რომელი ქართველი, რომელიც წავიდა იქ ევროპაში, რომელ ქართველს დააძალა ვინმე რამე, ან საერთოდ ვინრას გააძალებს ევროპის კავშირი, საერთოდ არ უნდა არანაირი, ასე ვთქვათ, ჩვენ გვინდა იქ რო ვიყოთ, რომ იმათ კი არ აინტერესებს, რომ ჩვენ ვიყოთ მათთან. ჩვენ გვინდა იქ, რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები, ვიყოთ კეთილდღეობაში, ვიყოთ მშვიდობაში. იმიტომ ეს არის სივრცე, სადაც ომი არ ყოფილა 80 წელიწადი, საერთოდ არ იცი. ჩვენ გვინდა რომ ამის ნაწილი ვიყო და დავშვიდეთ, დავწნარდეთ, გამდიდრდეთ. ჩვენც ისეთი ცხოვრება გქონდეს, როგორიც ბალტებს აქვთ, პოლონელებს აქვთ, არის ფრანგებს აქვთ, ეს გვინდა, ხო? იმას აქვს თავისი პრობლემები, რა თქმა უნდა, და გითხარით, მიგრაცია არის ძალიან ძირითადი პრობლემა და დიდი პრობლემა არის კიდე ის, რომ პოლიტიკური ინტეგრაცია ნელა მიდის ძალიან ევროპაში.